მეშვიდე და მერვე დღე ტრაქზე. 7 20-ს დავდექით, წინ გვაქვს 19 საათის გზა. ასე დილა ადრიანად რომ მივიწყებს დღეს, დროც უფრო მალე გადის და დაღამებამდეც ვახერხებთ გაჩერებას. პატარა კარტოფილები შევწ. ეს იყო ბოლო მომზადება, რადგან თითქმის ყველაფერი ერთდროულად დაგვიმთავრდა. დღეს კი პირველად უნდა მივიცვათ სწრაფი კვება მას შემდეგ, რაც ტრაქზე წამოვედით. რესტერიაზე კი ესეთი საზარელი სანახაობა დაგხვდა. როგორც ჩანს, მანქანების გადამზიდი მთლიანად დაიწყო. სულ ერთი უფასო პარკინგიღა იყო დარჩენილი და დროულად მივსწარით. მერვე დღე კი გაცილებით ადრე დილის 5 საათზე დაიწყო. ყავით ვცდილობ გამოფხიზლებას, სანამ კარგად არ გათენდება, ჩემი ტვინი ვერ იღვიძებ. ნისლი. ბოლო დროს ხშირად გვიწევს პატარა ამერიკულ სოფლებში გავლა და აქ ყველაზე უფრო საინტერესოდ გადის დრო. ვუყურებ სადღაც გადაკარგულში რა ჰარმონიულად ცხოვრობენ, არაფერი აკლიათ. ეწევიან სოფლის მეურნეობას და როგორც ჩანს, კარგადაც უფასდებათ. მე წინა ღამისთებებმა მომცელა და უკან გადავედი. ვიდრე მეძინა ჩემმა ბიჭმა ნახევარი შტატი გაიარა. ჰაილოცზე გავჩერდით და ავიღეთ ხაჭაპური. მართლა კი არა, ჩვეულებრივი ორმაგი ყველის პიცაა, რომლის გემოც მიახლოებულია ხაჭაპურთან. ეს გოჭუნიები ნახეთ, დინგები როგორ აქვთ გამოყოფილი. ნაცნობი მეკომფორტული ვარ, რადგან ტრაქში არ მიმოფანდო ჩემი თმები. დავიშალე და ნახეთ რა ლამაზია. ანაკომის უფები რო იყო, ისეთი ხვეული არაა. $130,000 ტვირთი მოვიტანეთ. მე კი სადაც შესაძლებლობა მომეცემა, ბალახზე გართხმას ვცდილობ. ჩრდილში დაველოდეთ დასალს საკმაოდ ცხელო და ჩაციებული წონები გქონდა მაცივარში და აქ მომუშავე. პერსონალს დაურიგეთ. ხანდახან ასე ვიქცევით და მათ სიხარულს საზღვარი არა აქვს. გეგონება დოლარიანების შეკურა გათავიცით. დღის ბოლოს კი საშოპინგოდ გავჩერდით. თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, არ დაგავიწყდეთ ჩემი ინსტაგრამის და ფეისბუქის გამოწერა.